მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმეკასთან. დღეს ჩვენი სტუმარია თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია. როგორ ახალ? ძალიან კარგად, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მადლობა რომ მოხვდით. იმედია შემოსვით კიდევ არ დავამძიმებ. ძალიან იმპოზანტურად გამოიყურები. რა მოხდა იმ ღამეს? უკანასკნელი 1-2 თვე ასე გამოიყურები ხო ბევრისთვის იმპოზანტურად. ხო და რა მოხდა იქ რუსთაველზე? არაფერი რუსთაველზე თუ მანამდე ლატროფეში. აი ორ სერიას რუსთაველი იყო გაგრძელება ლატროფესი. არაფერი მოხდა ის რაც ალბათ სულ ხდება განსაკუთრებით ამ ქალაქში. არასასიამოვნო, მაგრამ ეხა ბევრისთვის სასიამოვნო ფაქტად არის ეს მიჩნეული, იმიტომ რომ იმდენი უფრო მეტი მოხდა იმის შემდეგ, რაც რეალურად იქ მოხდა იმ კაფეში. სამწუხაროდ როგორც ხდება ახლა ნასვამი მდგომარეობაში ყოფილი რამდენიმე ადამიანი არ იყო ყოფილი წარსულით და შეეცადა რომ დაინახები აწყოში რაც უდი იყო წარსული. სამწუხაროდ მოხდა, მაგრამ კარგი იქნებოდა რომ არ მოხდარიყო, თუმცა სასამართლოშია ეგ საქმე? სასამართლოში არის წაგზავნილი, წელს რატომ იყო არ ჩატარებულა ეს პროცესი, ანუ ხულიგნობის მუხლით ვარ მე სასამართლოში არ მხოლოდ კანდიდატი ვარ მერობის ერთ-ერთი თბილისის სამედ ხულიგანიც ვარ. ხულიგანი კანდიდატი. ხულიგანი კანდიდატი. როგორ ფიქრობ, გაიმარჯვებ? იცი რა, ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ნამდვილად გავიმარჯვო, ფიქრობ, რომ ძალიან არაორდინალური არჩევნები იქნება. აი ჯერ არასოდეს არ ჩატარებულა თბილისში. ისეთი არჩევნები იქნება ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე. ერთი ფაქტორი ის არის, რომ უკანასკნელ 2 წელიწადში ორი არჩევნები ჩატარდა და არც ერთმა არ გაამართლა სამწუხაროდ და ვფიქრობ უფრო ცნობიერ არჩევანს, აი ცივი გონებით გააკეთებ ძალიან ბევრი თბილისელის არჩევნო ყუთა რომ მივა და იმედი მაქვს, რომ ვიღაცის ჯინაზე ვიღაცას ხმას არ მიცემენ, როგორც ეს ტრადიციულად ხდებოდა და თავარი კონკურენტი ვინ არის? იცი თავარი კონკურენტი ხა ბანალური არ მინდა ხო ვიყო თავარი კონკურენტი ჩემი არის პრობლემები და როგორც ამბობ ხოლმე რა თქმა უნდა ხა თავარი კონკურენტი არის ხელისუფლების კანდიდატი უფრო სწორედ თვითონ კოალიცია ქართული ოცნება ხა ნაკლებად ვიტყვი რომ ისი ასე ვთქვათ კანდიდატი არის თავარი კონკურენტი რა ამ კანდიდატზე? იცნობ ორჯერ შევხვდით თქონდა ერთხელ დებატებში რამდენიმე დღის წინ და მანამდე ერთ-ერთ ორგანიზებაზე ვფიქრობ რომ არის ისეთი პატრიოტული ადამიანი, ასეთ საუბედურებას ტოვებს ჩემზე, ადამიანი რომელიც ნაკლებად გააკეთებს ბოროტებას, მაგრამ ამავე დროს დარწმუნებული ვარ, რომ დამოუკიდებლობის ხარისხი სამწუხაროდ აქვს ძალიან დაბალი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებში მარტო იმიტომ კი უნდა გავიმარჯვო, რომ მე მინდა გამარჯვება. ამით ჩემი გამარჯვებით რეალურად მასაც ხელი შეუწყო, რომ მან არ გამარჯვოს და ამით რაღაცნაირად დავიხვალო. დამოუკიდებლობის ხარისხი როგორია? ესე ბევრი მეკითხება ამას და ვინც მიცნობს კარგად, ან ნახევრად კარგად ის დამეთანხმება განსაკუთრებით რომ ძალიან გამიჭირდება და მიჭირს ყოველთვის იმ გარემოში ყოფნა, სადაც დამოუკიდებლობის ხარისხია, არა თუ მაღალი არ ამას, არამედ შეზღუდული ვარ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა ნამდვილად არ დგას ჩემს წინაშე, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში ხა მოვიდი მაშინ, უკანასკნელი 3 თვის უკან, როდესაც ამ პოლიტიკურ გაერთიანებას არანაირი ხიბლი არ ქონდა ხელისუფლების და პრივილეგია და ბევრი რამ მართლაც სასიკეთო ხდება, აღარ ხდება და არასოდეს აღარ მოხდება ის რაც ხდებოდა წინა წლებში, რომ 2, 3, 4 ადამიანი მიიღებდა გადაწყვეტილებას. ანუ დედაქალაქის მერი მართლაც უნდა იყოს ის ადამიანი, ვინც იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებელი ერთი და დისტანცირებული ვიწრო პარტიული ინტერესებიდან. და თბილისელი უნდა იყოს, ამაზე იკამათა საზოგადოება მძამბი. იკამათა, დღემდე იკამათობს, მე სხვა პრობლემას ვერ ხედავ წარმომავლობაში იმდენად რამდენადაც პრობლემას ხედავ შინაარში. აუცილებლად უნდა იცნობდეს თბილისი. აი ხა მე რა ქუთაისში გამიშვათ, აი ხა რომ თხოვოთ და კანდიდატურა დამეყენებია ჩემი ქუთაისის მერობის ასე თქო მერის თანამდებობის დასაკავებლად. ხო მიხედავთ იმის რომ რამდენიმე მეგობარი მყავს, მე ვიფიქრებდი რომ ნამდვილად გამიჭირდებოდა, იმიტომ რომ
სხვა ქალაქია მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქალაქია, იცით რომ რეგიონალური განსხვავება ძალიან დიდია. ამიტომ დრო ჭირდება ინტეგრირებას, დრო ჭირდება ხალხის გაცნობას, ის რომ მარტო პოლიტიკური გაერთიანების, ასე ვთქვათ, კანდიდატი ხარ, არ არის საკმარისი. რაღაცნაირად უნდა კონდეს მოდით რაღაც ისეთი ფორმატია, სხვა მოდება უნდა კონდეს ქალაქთან, უნდა იყო აბსოლუტურად გაფიცნობიერებული ისეთ ნიუანსებში, რომელმაც შეიძლება როგორც ხელი შეგიწყოს მუშაობის დროს, ასევე ხელი სერიოზულად შეგიშალოს. ყველაზე მაგარი თბილისელი ვინ არის შენთვის? ყველაზე მაგარი თბილისელი ჩემთვის არის ნამდვილად ის თბილისელი, რომელიც არის თავდაბალი, პატრიოტსანი და ერთგული ადამიანი. მე ერთხელ ვთქვი და ეხლაც ვიტყვი, მე არ მithქვი, როგორც ციტერია მოვიყვანე გოგო გეონიძის აქვს, არჩეული ასე ვთქვათ ფრაზა ნათქვამი თბილისელობაზე, რომ თბილისელობა პრაქტიკულად პროფესია არის და ვეთანხმები, იმიტომ რომ რთულია თბილისელობა. თბილისელობა გულისხმობს რა შეიძლება ძალიან ბევრი საქმე ჰქონდეს, არ იყო ხასიათს გამოხვიდეს სახლიდან და შეხვდეს ადამიანი, რომელთან შეიძლება საუბარი არც დრო ქონდეს საუბრის, არც დავუშვათ ხალისი, მაგრამ აი სწორედ ამაშია თბილისელობა, რომ დაუთმოთ, თუნდაც ერთი წუთი შეხვიდე, კაი სალამი უთხრა მაღაზიის გამყიდველს, მეეზოვეს. ეს არის რთული ნამდვილად. თბილისელობა არის სწორედ აი კონკრეტულად ვინმე არ გახსენდება? აი კონკრეტულად ესე უცბად ესე არ მახსენდება, მაგრამ რა თქმა უნდა, ბევრი ძალიან ღირსეული თბილისელი ყავდა, ყავს, მაგრამ პრობლემაც ამაშია, რომ უკანასკნელ პერიოდში ძალიან ბევრი ესეთ ღირებულებები, ფასეულობები აღრევა მოხდა და ალბათ ძალიან ბევრი ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ესეც პრობლემაა და მერის ასევე თავარი ძირითადი ამოცანა სწორედ ეს არის, რომ დაპირისპირებულ რაღაც ჯგუფებს შორის საზოგადოებრივ, რაც არის წლების განმავლობაში იყო და ეხაც არის, იყოს რაღაც ადამიანი, რომელიც მოაგვარებს და ნორმალურ კალაპოტში გადაიყვანს ურთიერთობებს, რაღაც ხიდი ერთგვარი. თავარი პრობლემა რა არის დღეს თბილისში? თბილისში ძალიან ბევრი პრობლემაა. აი პირველს რას მოაგვარებ, რო გახდე მე? პირველი, თუ კი ინფრასტრუქტურული მიმართულებით ვიმუშავებთ და ვისაუბრებთ, ეს არის კომფორტი, რომელიც არ აქვს ფეხით მოსიარულე თბილისის აბსოლუტურად. ანუ ადამიანი, რომელიც ფეხით გადაადგილდება ქუჩაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ავტობუსით, მეტროთი, ნაკლები კომფორტი აქვს. და როდესაც თანამედროვე ქალაქზე ვსაუბრობთ და ამ ქალაქში ჯერ კიდევ არ არის ელემენტარული, აი თუნდაც საზოგადოებრივი სველი წერტილები, ხო? აი პრობლემა სერიოზული არ არის იმდენად კომფორტული ავტობუსები, როგორც უნდა იყოს ქალაქში, მაგრამ ეს განვითარების ის ეტაპია, რომელზეც ახლა უნდა გადავიდეთ. ეს რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ მიმართულებებს, ასევე პარკინგებია სერიოზული პრობლემა. ახლა აი დგას მანქანები იქ სადაც არ უნდა იდგეს. აი ლიცენზირებული ბორდელები თუ უნდა იყოს თბილისში. სამ ლიცენზირებული ბორდელები იქნებოდა, მე მგონი საზოგადოების სველი წერტილები უნდა. არა, აი იდეაში თქვათ, როგორც იდეაში ახლა მე სერიოზულად თუ კი თანამედროვე ევროპულ დედაქალაქზე ვსაუბრობთ, ნამდვილად არ უნდა გამოვრიცოთ არაფერი. აი ესეთი სლოგანი არ მოგსვლია თავში, მელია მერია. მელია მერია. მომსვლიათ, კი, ნამდვილად. და შენი სლოგანი რა არის? ეს ავამუშაოთ თბილისში. ერთად ავამუშაოთ თბილისში. აი ერთად ავამუშაოთ თბილისში, ზუსტად რა იდეა არის, რომ ყველა მიუხედავად ვინ ვისკენ არის. ვიღაცა ერთი პარტიისკენ არის, ვიღაცა მეორე პოლიტიკური გაერთიანებისკენ არის, ხო? მაგრამ როდესაც თბილისზე ვსაუბრობთ, აქ ეს ხო არასოდეს არ შეიძლება 50 წელიწადს რომ გავიდეს, ამ ქალაქში იცხოვრებს სხვადასხვა პოლიტიკური და შეხედულების და გემოვნების ხალხი. ამიტომ ერთად ავამუშაოთ თბილისში, ჩვენ ვცდილობთ გავაერთიანოთ ყველა პროფესიონალი, ყველა კარგი ადამიანი, ვინც რაღაცა წვლილი შეიტანს თბილისში და არა მხოლოდ რომელიღაცა მხოლოდ ერთი პოლიტიკური გაერთიანების, იმიტომ ეს პრობლემა იყო წინა წლებში. და მე რო გახდე მარგველაშვილის ფოტოს დაიკიდებ კაბინეტში. მარგველაშვილის ფოტოს არ დავიკიდებ. მარგველაშვილის ფოტოს არ დავიკიდებ. მის ფოტოს დაიკიდებ. არავის ფოტოს არ დავიკიდებ, ნამდვილად არავის რაღაცა აი შენ სტალინი და სააკაშვილი ხართ ერთ დღეს, ხო? 1 დეკემბერს. აი რითი გევხარ სტალინს და რითი სააკაშვილს? სააკაშვილს რითი ვგევარ? სააკაშვილს გევარ ალბათ გევარ იმით, რომ სიმაღლით უფრო გევარ.
სტალინს რითი ვიგებარ, სტალინს ბევრი არაფრით ალბათ და იმედი არ დავამსგავსებ. რამდენიმე გოგო მთხოვა, მე კითხა შენთვის, და კითხო. მეგობარი გოგო თუ ყავს, საინტერესებთ. ეხლა ვიდრე საუბრობთ, იმ კლასიკური გაგებით მეგობარი გოგო არა. და როგორი უნდა იყოს ქალი, რომ მოგეწონოს? გარე მარტო გარეგნობას არა. ძალიან კომფორტული უნდა იყოს, აი კომფორტული ადამიანი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, გარეგნობას აქვს მნიშვნელობა, ხა. რა თქმა უნდა, ურიაზე არ არსებობს, მაგრამ ეს არ არის უმნიშვნელოვანესი. მნიშვნელოვანი არის ჩემთვის კომფორტული ურთიერთობაში კომპლექსები, ოდესაც არ აწუხებს ადამიანს. ურთიერთობაში ეს არის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, შვება. დღეს ძალიან ბევრს რატომღაც აქვს ის განსხვავება, როდესაც ახალი ურთიერთობა ყალიბდება, ვიღაცა ჩაკეტილი ამ ურთიერთობაში მისთვის. და არიან ხალხი, ვინც ძალიან ასე ვთქვათ, მოქნილები არიან და რაც სასიამოვნო არის ნამდვილად. აი ესეთი ხალხი მომწონს. შენ აი წინა ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგებში გაქვს მონაწილეობა მიღებული. რა საპროტესტებდი? ხო, ორჯერ მქონდა პატივი. მიმეღო მონაწილეობა, სპარტაშოვის მაშინ, როდესაც საჯარო მოხელე ვიყავი, სამოქალაქო საჯარო მოხელე, სახელმწიფო სამსახურში მუშაობდი. ერთი იყო გირგვლიანის საკითხთან დაკავშირებით და მეორე იყო იპოდრომზე ცნობილი აქცია. მაგის გამო პრობლემა შექმნია. სხვათა შორის მე მაშინ არ შემექმნა, თუმცა ის სამსახური, სადაც მუშაობდი, დიდი ხანი არ მიმუშავია, არა იმიტომ რომ ეხა ამის გამო ვიღაცამ გამოთავისუფლა. უბრალოდ მქონდა მართლა ძალიან დიდი რაღაც კონფლიქტი ჩემ თავთან, მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით მუშაობდი სახელმწიფო სამსახურში, ბევრი რამე არ მომწონდა და დღესაც არ მომწონს. დღესაც ვამბობ იმას, შიგნით პოლიტიკურ გაერთიანებაში, რაც არ მომწონდა მაშინ და ვფიქრობ, აი რაც არ მომწონდა მაშინ, ზუსტად იმან მოიტანა ის მარცხი, რაც მოხდა 2012 წელს. რაღაც აი ზედმეტი ძალაუფლება განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებზე გადანაწილებული, რომელიც არანორმალური იყო რა, ნამდვილად. ეხლა რა თქმა უნდა სოულაკში იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანს, როდესაც გავიგებდი თუ დააკავებდნენ, ხდებოდა მაქსიმალურად ადამიანების გამონახვა, ვინც ეგრეთ წოდებულ აი კარანტინიდან სწრაფად აიყვანდნენ საკანში. ეს იყო ძალიან ცუდი, ანუ ეს იყო სიგნალი, რომ ძალიან დიდი პრობლემები იყო ჯერ კიდევ მაშინ პენიტენციარულ სისტემაში. ერთ-ერთი ეს იყო, რასაც ვაპროტესტებდი. მარიხუანას გამო თუ უნდა იჭერდნენ ადამიანებს? არავითარ შემთხვევაში. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იჭერდნენ, იმიტომ რომ ეხლა მარიხუანას გამო რომ იჭერ ადამიანს, მაშინ ყველა ეხლა ბარ რესტორანში უნდა შევიდეთ ამ ლოგიკით და საღამოს 12-ის ნახევარზე აი ესეთ დიდი მანქანები როყოს პოლიციას გამოვიყვანოთ ყველამ და ჩავსვათ, იმიტომ რომ ეფექტი მე ვფიქრობ ალკოჰოლს უფრო ძიმი აქვს ვიდრე მარიხუანას. აი ლონდონში რო ცხოვრობდი თუ ეწეოდი იქ? თუ ეწეოდი ნიშნავს რაღაც განგრძობად პროცესს, მაგრამ მომიწევია ნამდვილად. აი ქართული ოცნების მუშაობაზე რა აზრის? ქართული ოცნების მუშაობაზე რა აზრი ვარ? ძალიან გულიწდება რომ რაღაც ის მოახდინეს, აი სიტყვას ფასი დაუკარგეს ოცნებას ეს ერთი, მე მოლოდინები გაქრა ბევრის, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა იყო დაპირებული და ვერაფერს ვერ გახდნენ. რატო ვერ გახდნენ? იმიტომ რომ დღემდე მათი თავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ გააცნობიერეს რომ ხელისუფლებაში არიან. და ეს ყოველთვის მე არ მიყვარს, იმიტომ რომ წინა არჩევნები ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო თავისი შეცდომებიდან გამომდინარე და არა ქართულმა მოძრაობამ მოიგო. ამიტომ აი 2 წლის თავზე თითქმის მათ არ აქვთ ეს რატო ცნობიერებული, რომ ისინი არიან ხელისუფლებაში და ძალიან უჭირთ და შიშის სინდრომის ქვეშ მუშაობენ, რაც ახლა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობაზე როდესაც ხარ და მანდრაჟის ქვეშ მუშაობ, შეცდომაზე უშვებენ. ამიტომ ეს არჩევნები უნდა იყოს მათთვის სიგნალი, რომ გამოგხიზნენ. გიგი უგულავა როგორი მერი იყო? გიგი უგულავა როგორი მერი იყო და იყო მერი, რომელსაც გაცილებით მეტი შეეძლო. გაეკეთებია, ძალიან ბევრი გააკეთა, მაგრამ გაცილებით მეტის გაკეთების პოტენციალი და უნარი აქვს. გამომდინარე იქიდან რომ უკვე ვიცნობ წელიწად ნახევარია და ძალიან კარგად ვიცნობ, ჩამოიყალიბდა ურთიერთობა მეგობრული. რატო ვერ გააკეთავთ? ვერ გააკეთა, იმიტომ რომ იცით, მე მაინც ვფიქრობ, რომ
გიგი თავიდან ბოლომდე აი ვიღაცა სხვა გიგი უგულაო და მაინც არ იყო ერთი დამოუკიდებელი თავიდან ბოლომდე ეს იყო პრობლემა რო არა ეს რაღაცეებს სხვანაირად გააკეთებდა და მეორე ფაქტორი აი პროფესიული ჯგუფები ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა სურვილი რომ ჩართულები ყოფილიყო ამ პროექტის განხორციელებაში და ესენი არ იყვნენ ჩართულები უცბად გამოხვიდოდი კარებს გააღებდი ქუჩაში და დახვდებოდა რაღაცა აშენებული შენ ხა არქიტექტორი ურბანისტი ხარ ჭიპი გაქვს მოჭრილი ამ საქმეში და რაღაცა ყველაფერს თავიდან ანება წინს რომ აი მე რატო არ ვიყავი ჩართული და ამან გამოიწვია ის რომ ბევრს არ მოეწონა ის პროექტები რომელიც მოსაწონიც არის და თავარი შეცდომა ჩემის აზრით ორ სამსახურში იყო გიგი ორ სამსახურში იყო ანუ მერიაშიც და ქალაქის პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელიც იყო და ეხლა ორ სამსახურში რომ მუშაობ იცი რომ დროც ელემენტარულად არ გეყოფა და რა რესურსი უნდა გეყოს ხო დროის თვალსაზრისით ამიტომ შევაფასებდი ეხლა 10 ბალიანი სისტემით თუ შევაფასოთ კი ბატონო გიგი შევაფასებდი აი 8-ზე შევაფასებდი შესყიდული შესაძლებლობების მქონე პირებს რატო არ ვაქცევთ ყურადღებას? ხო, აი ეს ალბათ 9 ბალს მივანიჭებდი გიგის. აი ეს პრობლემა რაღაცნაირად დაძრული იყო წინა წლებში, მიუხედავად იმისა, რომ საუბარი სულ იყო, არ მოხდა არაფერი და სწორედ ჩვენ პროგრამაში 20% ამ მიმართულებას ეძღვნება მართლაც სიძღვილია. ახლა უამრავი ეთნოსარგებლია თბილისში, ხო, თან იმ წლებიდან მომდინარე ახალგაზრდები, რომლებიც აი ეს სამოქალაქო დაპირისპირებიდან გახდნენ შესაძლებლობის მქონე და გარიყულები არიან საზოგადოებიდან. ელემენტარულად ვერ გამოდიან სახლიდან. მათ უნდათ შესაბამისი გარემო, მარტო ის რომ ავტობუსი ვიყიდოთ ადაპტირებული ინფრასტრუქტურით, ეს არ არის საკმარის ავტობუსამდე ხომ მისვლა უნდა. ამიტომ ეს პოლიტიკა ეხლა იქნება პრიორიტეტული. ეს იყო პრობლემა წინა წლებშიც. ელემენტარულად ქუჩაშიც ვერ გადაადგილდები, იმიტომ რომ ბორდიური 98% შემთხვევებში ქუჩების შეხვდება წინაღობის სახით. შენ დებ ამ პირობას რა აუცილებლად. აი ხა რამდენიმე კვირის წინ ვიყავი პარაკალალბურთის თამაშზე, სადაც აი ჯანღონით სავსე ბიჭები ეტლში თამაშობდნენ კალალბურთს და აი ვნახე და აქედან 60% ერთდროს სახსალამათი ბიჭები იყვნენ და მე მგონი არავინ არ ვარ დაზღვეული იმისგან ხვალდაზე ვართ დაგვიფაროს ყველა ამ მდგომარეობაში აღმოჩნდით. ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო მერია მუნიციპალურ დონეზე ზრუნავდეს, იმიტომ რომ ბევრი არიან, მართლა ბევრი არიან და ძალიან ათასობით ეთნოსარგებლია თბილისში და ეხლა ორი კვირა რო ვიაროთ ქალაქში, რო დავნიზლავდეთ. შეიძლება ისე გავიდეს ორი კვირა, რომ რეალურად არც ერთი ეთნოსარგებლი არ შეხვდეს ქუჩაში. ეს რას ნიშნავს, რომ სახლებში არიან, ვერ გამოდიან. შენ ადრე დაგჭრეს, ხო? როგორ? დაგჭრეს ჯგუფში, სადღაც წავიდით. დაამჭრეს, კი ეს იყო 2002 წელი იყო შევარდნაძეს ერა და ძალიან საინტერესო იყო დაამჭრეს და მართლაც გადავჭი, გამომწერეს ქირურგიული და მე მამაჩემთან გადამიყვანეს კლინიკაში და ესეთი სცენა გათამაშდა რომ დაეწყო ხალხმა მოძრაობა რომ მოდი შერიგდით, ანუ მე და იმას შორის შერიგება მომხდარიყო ვინც მესროლა. და ესეთი სცენა გათამაშდა მამაჩემთან საორდინატოროში, ვინც მესროლა მოყვა ერთი კანონერი ქურდი, ასევე ერთი ქურდული ავტორიტეტი კალატოზად, ცნობილი მაშინ, ასეთ სპორტულებში ჩაცმული და აქედან მე ახლა ისეთი დრო იყო, მამაჩემს ხوار დავახვედრებდი თეთრ ხალათში და ფონენდოსკოპით და აქედანაც მათი კოლეგები, ასე თქვა, დახვდნენ და იქ ბევრი ისაუბრეს. აი ესეთი ქვეყანა შეგარიგე ეს? არა, ესეთი ქვეყანა იმის მამაც მოსული, ვინც დამჭრა. ამიტომ, როდესაც საუბარი აქვს აი ბოლო 10 წელიწადი ძალიან გული წყდება, იმიტომ რომ 2002 წელიწადი იყო და აი ეს ხდებოდა რასაც ყვები, თუ 2001 იყო და ნუ მანამდე რა ხდებოდა, მე მახსოვს თაწმინდაზე 1 წლის განმავლობაში 22 ბიჭი იყო მოკლული სხვადასხვა სკვერში და ქუჩაში. აი ეს უბრალოდ კონფლიქტიდან გამომდინარე კვლევობები, ხო? ამიტომ ამის არ დაანახვა, რომ
ქვეყანა წინ წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ იყო დიდი პრობლემები და შეცდომები, ეხლა შეუძლებელი არის. ჩვეულებრივ ძველი ჩიკაგო იყო, ხო, ეხლა თბილისი წინა წლებში და ძალიან ხანმოკლეა ჩვენი ცხოვრება. იმისათვის რომ ერთმანეთი ვჭამოთ რა, ეხლა ინგლისელები ძახიან ის ცხოვრება არისო ტუალეტის ქაღალდის რულონივითო. რაც უფრო ცოტა რჩება, მეტ უფრო სწრაფად გარბისო და მართლა ესეა, იმიტომ რომ რაც უფრო ასაკში შევდივართ, უფრო სწრაფად გვეჩვენება რომ გარბის დრო და ამიტომ უნდა შევეშვათ ამ ერთმანეთის ჭამას და მივხედოთ ქვეყანას, რომელიც ძალიან ყველას გვიყვარს, მაგრამ რატომღაც ყველა მაინც ვჭამთ მაინც ერთმანეთს. აი ხა სუფრაზე არ არსებობს ხო რომ არ შეისვას შვიდობის ადგილზეულო, აი შენ გენაცვალე და გადაკოცნა ორჯერ, სამჯერ, მე ბოლოს მეხუთეჯერ და მე ხშირად არის რომ სახში რო წავლენ კი ერთმანეთს დაურეკავენ, მაგრამ ეს აგრესია პრაქტიკაში არ ცხრება, ხო? ეს პრობლემაა, სერიოზული პრობლემაა. რომელი წერალი გიყვარს? იცით, წერალი ეხა დროთა, აი ხა ბოლო პერიოდში რატომღაც საიდან ვკითხულობ ერთი დეტექტივს გამიტაცა ესეთი ინგლისში ჯერ კიდევ ჯეიმს პატერსონი არის და სიმბოლურად სათაურს ესე ქვია მერი, ანუ ეს მერიასთან ასოცირდება, არ ვიცი. ძალიან რო გითხრათ რომ ბოლო დროს ვჩება კითხვის დრო, მოგატყვილეთ, იმიტომ რომ რეალურად 9 საათზე დილით რო გამოდივარ, გვიანობამდე 12-მდე პირველამდე ვერ შევდივარ. და პოლიტიკოსი, აი სამაგალითო პოლიტიკოსი. სამაგალითო პოლიტიკოსი ჩემთვის აი შთაგონებით წყაროთ იქცა ადამიანი, რომელიც იყო ინგლისში და არის ეხაც მოქმედი პოლიტიკოსი, დევიდ ბლანკეტი, რომელიც რა განასხვავებს სხვა პოლიტიკოსებისგან. ერთი რომ არის არაჩვეულებრივი ორატორი, მეორე ის რომ არის დაბადებიდან უსინათლო. და მე როდესაც ინგლისში მომიწია სწავლა, ამ ადამიანს თავიდან პირველად ხშირად ხედავ ტელევიზორში, ასეთი ძაღლთან ერთად, აი გიდის როლს რო ასრულებს და მივხვდი მალე რომ ეს არის ადამიანი უსინათლო. მაგ დროს, როდესაც ეს ადამიანი ტელევიზორში ხშირად ჩნდებოდა, ეს ადამიანი იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას, წამოვიდგინეთ, დაბადებიდან უსინათლო. ადამიანი უსინათლო, რომლის უშუალო დაქვემდებარებაში იყო MI5, ანუ იქაური დაზვერვა, ხო? აი წამოვიდგინეთ რა დონეზე არის ქვეყანა განვითარებული, როდესაც დაბადებიდან უსინათლო ადამიანმა შესაბამის სკოლაში მიიღო ის განათლება ქვეყანაში, რომ გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი და მერე სხვა მინისტრის თანამდებობა შესთავაზეს. ეხლა უბრალოდ არის ლეიბორისტული პარტიის წევრი ინგლისში. ამიტომ დევიდ ბლანკეტი ჩემთვის არის მართლაც სამაგალითო პოლიტიკოსი და ძირითადად რატომ? იმიტომ რომ უდიდესი ნებისყოფა ჭირდება. ამ ყველას პოლიტიკა რა არის? ეხლა პოლიტიკა არის რაც უნდა ნიჭიერი უნდა ხარ, თავარი არის ნებისყოფა და შენ თავზე მუშაობა. არ არსებობს ეხლა არის ძალიან ბევრი ნიჭიერი პოლიტიკოსი ჩვენს რეალობაში საქართველოშიც, თუმცა ეტყობა რომ მოუმზადებლები არიან ხშირ შემთხვევაში. და არ მუშაობენ. აი სპორტსმენი რომელი გიყვარს? სპორტი არის ჩემი ახილევსის ქუსლი. ყველაზე მეტად პოლიტიკოსებზე გაცილებით მეტად სპორტსმენები მიყვარს და გამორჩეულად აი რომელი სპორტის სახეობაში, მაგალითად აი მთლიანად სპორტი. ვინ არის სპორტის მეფე? აი ჩემთვის სპორტის თანამედროვე ასე ვთქვათ მოცემულ დროში ეს არის ზიდანი, ზიზუ, მართლაც, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ფეხბურთელია. აი როგორც ბულდოზერი ისე მუშაობდა ამ მოედანზე და ჰქონდა ელასტიური არჩეულებული ტექნიკა, ხო? და ზოგადად თუ საბჭოთა სპორტს ავიღებთ, აი საოცარი ადამიანი და გეცოდინება, ხო ვიცი რომ მოყვარული ხარ თქვენს სპორტის, ესეთი სპორტსმენი იყო სევალოდ ბაბროვი. და რითი იყო განსხვავებული ეს ადამიანი? იყო ჯერ ფეხბურთელი იყო, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა და მერე გადავიდა ოლიმპიადაზე ზაფხულის მიიღო მონაწილეობა. მერე გადავიდა სხვა სპორტის სახეობაში, ჰოკეიში და იქ უფრო მეტ წარმატებას მიაღწია, ზამთრის ოლიმპიადა მოიგო და სამჯერ მგონი მსოფლიო ჩემპიონატი. ანუ არაჩვეულებრივი და ხო, თავარი ის იყო, რომ ჰოკეის გუნდმა 50 წელს მე მგონი განიცადა ეს რა ვქი ავიაკატასტროფა და ეს გადარჩა, იმიტომ რომ არ იყო წასული და აი ყველაფერი ეს ადამიანს უნიკალურს ხდის. თანამედროვე არის ზიდანი ნამდვილად და
ბევრია რომელი ერთი გითხრათ. აი რომელი ფეხბურთელი არ გიყვარს? რომელი არ მიყვარს? აი ძალიან არ მიყვარდა მატეუსი. მატეუსი არ მიყვარდა, მაგრამ თავის ხასიათზე გამომდინარე, თუმცა პატივცემდი როგორც ფეხბურთელს. როგორც ფეხბურთელს პატივცემდი. მაგას კითხეს თუ არ ვცდები კლინსმანზე კითხეს, არა მატეუსზე კითხეს კლინსმანს, თუ რა ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერეს. და აი რას ვიქობ ამაზე და ესეთი ჟანრი იყო, რომ დაწერდნენ, კითხვა, პასუხი გადაფურცავდი და რას ვიქობ კლინსმანზე. ხო, კლინსმანზე რას ვიქობ და მეორე ფურცელზე კითხვა, პასუხი რომ უნდა ყოფილიყო არაფერი, ანუ თავისუფალი ფურცელი რეალურად. აი ხასიათი, იცით, სპორტი ისეთი სახეობა, სადაც უნდა გამოავლინო შენი ჟინი, ნებისყოფა, მაგრამ არ უნდა იყო უზრდელი. მატეუსი იყო უზრდელი ფეხბურთელი. უცნაურ ადგილას ან უცნაურ სიტუაციაში თუ ქონია სექსი? კი, მქონია. სად? დაუცებელია წინა საარჩევნო კამპანიაში ვარ და რა კონკრეტულად ხა. ყველა დროის მის თბილისი ვინ არის? ყველა დროის მის თბილისი გარეგნობით. არა რეალურად მის თბილისი? არა, აი თბილისელი ქალბატონები, რომ გადახედო, ვინც იყვენ, ვინც ახლა არიან, გარეგნობით მის თბილისს ვის მიცემდი. აი ხლა? ისე როგორ კითხოსთვის, არა მომგებიან წინასაარჩევნო კამპანიაში, ოდესაც ხარ, აი უფრო ბევრს რომ მოიცავს, ისეთი კითხვა ძალიან გამიჭირდება, ძალიან ბევრი, ამის ნაკლებობა არ გვაქვს ეხლა, უბრალოდ ეხლა თანამედროვე თაობაში ვინ არის ესეთი, ვისაც მივანიჭებდი? თუ ვინა ძველი თაობა იყოს, არ ვიცი. ძველი თაობაში ვინ? ასე უთხრათ არ მახსენდება. სახიობი მომღერალი რა ვიცი. კი რა, ანდრონიკაშვილი ხა, გამორჩეული სილამაზის ადამიანი არის. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად განსხვავებული არის. ძალიან ბევრისაგან და ალბათ მაგას ახლა ძველი თაობიდან. ძალიან დიდი მადლობა. არჩევნებს ან მომაგებიებს ეს გადაცემა. არ გაშენებს ან პირველ ტურიდანვე გამოვარდები მე მგონი. არ მატება. დიდი მადლობა.